ძლიერი სეტყვა და ქარი თელავში. ადგილობრივების ინფორმაციით უამინდობის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთებში სასოფლო სამეურნეო კულტურები დაზიანდა. თბილისი Open Air-ზე მომღერალ ერეკლე გეწაძის პერფორმანს რუსეთის მხრიდან მუქარა მოხდა. ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ, განაცხადა ზახაროვამ. უსტაველის გამზირზე 23 მაის ფოიერვერკის სროლისთვის დაკავებულ აქტივისტ საბა ბაღდავაძეს 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. გუბგამოუვალი მდგომარეობის მიმართვა თბილისი Open Air-ის სცენიდან. თავისუფლებამ ზიანა მოგეს და ყველა სიტუაციის ჩატილოს კიდევ ერთხელ და ბევრჯერ. შვეიცარიაში კურორტ ცერმატთან ახლოს 5 მოთხილამურის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სამსახურებმა სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ზღვის დონიდან 4000 მეტრის სიმაღლეზე მიტოვებული თხილამურები აღმოაჩინეს. ერი თავის ნებას იცავს. ბურსაში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.